კომუნიზმთან ესე იგი შესაძლებელი იყო თუ არა ბოლშევიზმის პერიოდში კონფორმიზმი და შემდეგ თქვაც საბჭოთა პერიოდში იყო თუ არა შესაძლებელი კონფორმიზმი და რა მორალურ კომპრომისზე მიდიოდნენ ბოლშევიზმის პერიოდში ადამიანები და სოციალიზმის პერიოდში. მაინც მოგვიწევს კილოგრამებზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ბოლშევიზმის პერიოდი რადიკალურად განსხვავდებოდა საბჭოთა პერიოდისაგან და ასევე რადიკალურად განსხვავდება თანამედროვე პერიოდისაგან კომპრომისზე წასვლის, ზნეობრივ კომპრომისზე წასვლის თვალსაზრისით, ხო? მაგალითად არქივში მუშაობის მომენტში წავაწყდი გრიგოლ რობაქიძის საქმეს, რომელიც გაიქცა როგორც მოგონებასენ გადარჩა დახვრეტას და გაიქცა გერმანიაში, იქ გახდა ფაშისტი, მაგრამ ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. გრიგოლ რობაქიძის საწინააღმდეგო ჩვენება მწერალთა კავშირში მისცეს მისმა უახლოესმა მეგობრებმა. ეს იყვნენ ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი და პავლო რიაშვილი. მათ ესე იგი თქვეს, რომ ეს არის საბჭოთა ქვეყნის მტერი და რომ მას უნდა ჩამოერთვას საბჭოთა მოქალაქეობა ყველა მას აქედან გამომდინარე შედეგებით და ცხადია ის აბსოლუტურად აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში და უფრო მეტიც მისი ლამარა ითმებოდა როგორც ვაჟებშაველას დაწარმოება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და მისი რეაბილიტაცია ძალიან ძნელად მოხდა. ეხლა კითხვა არის იმასთან დაკავშირებით, რომ კონფორმისტები იყვნენ პავლო რიაშვილი და ტიციან ტაბიძე და ვალერიან გაფრინდაშვილი, როდესაც აძლევდნენ მისი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას. რა თქმა უნდა არა. ხო? არანაირი კომპრომისი აქ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რადგან საწინააღმდეგო ჩვენების არ მიცემა ნიშნავდა მათ დახვრეტას. გრიგოლ რობაქიძის შემთხვევაში ისინი არ დახვრიტეს, მაგრამ შემდეგ უკვე რომ ერთმანეთზე ჩვენებები დაავალეს, ესე იგი, იცით თქვენ რომ პავლო რიაშვილმა სწორედ მწერალთა კავშირში მოიკლა თავი, ტიციან ტაბიძე დახვრიტეს, მიწიშვილი გაიქცა და საერთოდ ძალიან კოშმარული ცხოვრება ჰქონდა. ძალიან ცოტა გადარჩა მოკლედ. ეხლა ასევე მე მქონდა მონაცემები, რამდენი ადამიანი იმ წლებში იქნა რეპრესირებული მწერალთა კავშირში, ესე 35 წლიდან 40 წლამდე 55 მწერალთა კავშირის წევრი დააპატიმრეს და მათი უმრავლესობა დახვრიტეს. და ჩვენებები ამ მწერალთა კავშირის ხდომაზე ძირითადად ჩვენებებს აძლევდნენ ძალიან ახლო მეგობრები და თანამოაზრეები ერთმანეთის. ხო, აქ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რაიმე კომპრომისზე. მაგრამ ახლა საბჭოთა პერიოდში რო გადმოვიდეთ, თქვათ, მე ესე ხშირად საზოგადოებრივი აზრის თუ ადამიანების პროვოცირების მიზნით ხშირად ვიღაცებზე ვამბობ, რომ 9 აპრილს ვიღაცამ არ დადო პარტბილეთი, რაღაცა და მაინტერესებს რა სიტყვის ხალხი, ხო? არის ადამიანები, ვისთანაც აი პარტბილეთის არ დადება როგორც ქცევა, ძალიან მაგონებს ამ ადამიანის თანამედროვე ქცევას. იმიტომ რომ დღესაც არის პარტბილეთები, ხო? და არდებს ხალხი და ბევრად ძიმე კომპრომისებზე მიდის, ვიდრე ეს იყო თქვათ პარტბილეთის დადება 9 აპრილს, ხო? მაგრამ იყვნენ ადამიანები, თქვათ მწერალი მიშველაძე, რომელმაც დადო სხვისი პარტბილეთი. მწერალთა კავშირში, როდესაც შეიკრიბა ხალხი და დემონსტრაციულად ის გამოვიდა ანტისაბჭოთა, ესე იგი დიდი რაღაც საათნახევრიანი მოსენება გააკეთა და დადო პარტბილეთი. ბოლოს ესე იგი არ ამოიკითხეს ვინ არის, აღმოჩნდა მისი ვიღაცა ხელქვეითის პარტბილეთი და ეს რო აღმოაჩინეს, იქაც ჰქონდა მას არგუმენტები რატომ მოხდა, რომ ის დარჩა და რაღაცა, უთხრეს რომ თუ დარჩა, რატო არ გითხარივე შენი პარტბილეთი, ყველაფერზე აქვს ესეთ ადამიანს. საერთოდ. პასუხი და ეს, ახლა მისი შემოქმედებისა და ასე ვთქვათ, კარიერული გზა მე კარგად არ ვიცი, მაგრამ როცა მე სტუდენტი ვიყავი, ის იყო კათედრის გამგე და დინასტიურად კათედრის გამგე არის სულ. და ასეთი ადამიანები ძალიან ბევრი იყვნენ, ძალიან ბევრი. ასევე ზედაპირზე იდო მათი კონფორმიზმი, ზედაპირზე იდო. მე ძალიან საინტერესო არის დისკუსია, უბრალოდ არ მინდა დიდხანს ვილაპარაკო რაღაც სტატიისთვის, წავაწყდი უბრალოდ დისკუსიას რეზო მიშველაძემ და
დაწერა 9 აპრილის შემდეგ უკვე ამ პარკბილეთის სხვისი პარკბილეთის დადების შემდეგ სტატია უდიდესი დანაშაული, ანუ სტალინი საიქიოში. სადაც ის ამ ჩვენს ულვაშას წარმოაჩენს როგორც რაღაც მეურნეს, იქ 64-ში თოხნის, მოყავს პამიდრები, რაღაცა და თუ ვიღაცები ვინც ასევე ჩადიან ესე იგი საიქიოში, მათთან შედის დიალოგში, ისინი ეუბნებიან რომ შენ რეპრესიები მოაწყვე, ამდენი ხალხი და მოკეთ ეს წერილი არის სტალინის აპოლოგია. რომ არ იცოდა მან ისე არაფერი იმის შესახებ, რაც ხდებოდა მის ქვეყანაში და რომ მას აბრალებენ და რომ იმ სანაგვიდან ქვეყნის გაკეთება, რაც ჩაიბარა, ესე იგი, მოითხოვდა რაღაცა მსხვერპლებს, რაღაცებს, მაგრამ ნუ ახლა ესეთი ტოტალური დახრეტები მას ნუ არ გაუკეთებია რა და აბრალებენ ეს ბერია, ვიღაცა მისი ქვეშევრდომები აწყობდნენ ამას ყველაფერს და ასე შემდეგ. ნუ აბსოლუტური უწიგნური სტატია არის, აი არაფერი არ უნდა იცოდეს საბჭოთა კავშირის შესახებ, ერთი კანონი მაინც არ უნდა გქონდეს დაკითხული სისხლის სამართლის, არაფერს ამბობ გრიგორ რობაქიძის შესახებ, საერთოდ არაფერს არ ამბობს ცხადია და არც აინტერესებს მწერალთა კავშირში რა ხდებოდა 30-იან წლებში და 20-იან წლებშიც ბევრად ადრე დაიწყო ეს პროცესი და საინტერესო იყო რა მოყვა ამ სტატიას 89 წელს როდესაც დაიწერა. საშინელი დათანხმება ყველაფერ იმაზე, რასაც ანუ აპოლოგია, იქ იყო შოთა ნადირაშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტი სტალინის, რომ რაღაცეები ველამდებოდა, ესე იგი ეს როგორ სჭირდებოდა მას ფსიქოლოგიურად და რომ რადგან პატარაერიშვილი იყო და ამხელა დიდი ქვეყანა, რომ ეს დიდობა უნდა, ნუ სამარცხვინო სტატიები აბსოლუტურად დაიბეჭდა ერთი ჩემი ოჯახის წევრის ლერიმ ჭედიშვილის სტატია დაიბეჭდა, სადაც უბრალოდ მიიტანა მან დროშაში, სადაც ლაპარაკობდა რეპრესირებულ ფილოსოფოსებზე, მწერლებზე, სტალინის ოჯახის წევრებზე, ვინც დახვრიტა, ხო, აბსოლუტურად სასტიკად მოექცა ის ყველა მისი ოჯახის წევრს, ყველას აბსოლუტურად, შვილებით დაწყებული, ცოლებით, ცოლის ნათესავებით და ასე შემდეგ უსასტიკესი რეპრესიები ჩაატარა მისი ახლობელი ადამიანების მიმართ. სწორედ ამიტომ მისმა ქალიშვილმა სვეტლანა ალილუევამ არ მოინდომა მამამისის გვარი, წავიდა საერთოდ და არაჩვეულებრივი წიგნი აქვს მას დაწერილი 20 წერილი ჩემს მეგობარს, რომელიც არის ძალიან საინტერესო სწორედ ამ სტალინის პორტრეტის ასახსნელად. და ეს წერილი არ დაბეჭდეს და დაბეჭდეს მიშა ბეჟანიშვილის წერილი, არაჩვეულებრივი წერილი, რომელსაც ქვია ბალახი ვიყო სათიბი, სადაც მიშა ბეჟანიშვილი, რომელიც არის რეპრესირებული შვილი, ფილოსოფოსი არის ეს კაციც, ყვება თვითონ მას რა გადახდა, ანუ როგორ დახვრიტეს მამამისი, შემდეგ როგორ დევნიდნენ მის ოჯახს და როგორ გადარჩნენ საერთოდ აი ამ რეპრესიების ასე ვთქვათ, მიაყვას, ხო? ეხლა მე რო სწრაფად გადავხდე თანამედროვეობაში, ხო, რა შეიძლება იყოს დღეს კონფორმი და ჩვენ ძალიან ბევრი, უბრალოდ არც კი ველოდი, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გახდა კონფორმისტი. ოღონდ ისეთი კონფორმისტი, რომელიც ძალიან დიდ ზნეობრივ კონფორმისტზე მიდის. გითხარით თავიდანვე, რომ აწონვა ძალიან რთულია 5 კილოგრამია ეს კომპრომისი თუ 3 კილოგრამი, მაგრამ სად ხარ კრიტიკულ მომენტში, როცა ლაპარაკია მკვლელობაზე და როდესაც შენ არავინ დაგხრებს თუ იტყვი რომ ეს მკვლელობა, აი მაშინ როდესაც ხარ გაჩვენებული, ჩემი აზრით ეს ნამდვილად არის ნეობრივი კომპრომისი, ხო? ისევე როგორც აბსოლუტური უპასუხისმგებლო, უმეცარი და უღირსი პარლამენტარები, როდესაც ისმენენ პრეზიდენტის მოწოდებას და შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მკვლელობისკენ, აი სადაც თქვა ვანო მერაბიშვილი ეუბნება ესროლეთ პოლიციელებს, ხელი არ აგიკანკალდეთ, როდესაც თქვენ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ეს არის მოწოდება მკვლელობისკენ და როდესაც პარლამენტი მდუმარედ უსმენს ამას, ტას უკრავს. ტას ხო არა, იმ მომენტში დუმდა, მაგრამ ტას უკრავს, ხო? ასევე მიხეილ სააკაშვილის ის გააკრიტიკეს, როდესაც სულ თავიდან გამოვიდა ნულოვანი ტოლერანტობა დამნაშავის და მე ხას უსვამ ამას და არა დანაშაულის. ეს სხვა რაღაც აბსოლუტურად სხვა რაღაც არის.